ოცნება მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა. დადგენილებას ხელი კობახიძემ მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით უცხოელს, რომელსაც არ აქვს ნებართვა და სურს იმუშაოს კურიერად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, შრომითი საქმიანობის უფლება დასჭირდება. უკვე დასაქმებულებისთვის დაწესდა გარდამავალი პერიოდი. ვიცავ ილიაუნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ოცნების განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქცია იმართება. მთავარი მოთხოვნა რეფორმის უკან გაწვევა და უნივერსიტეტის ავტონომიის ხელშეუხებლობაა. აქციის მონაწილეებმა მარშით ეკორპუსთან გადაინაცვლეს და სტუდენტური მანიფესტი წაიკითხეს. უნგრეთი ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს დაბლოკავს. არ დაუშვებთ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სანამ უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტი არ განახლდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო. დრუჟბის მილსადენი რუსეთის თავდასხმების გამო დაზიანდა, თუმცა ორბანიც და ფიცოც პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებენ. ფლორიდაში დონალდ ტრამპის მარ-ალაგოს რეზიდენციაში შეჭრას ცადეს. ლიკვიდირებულია 20 წლის კაცი. ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ცნობით ის შეიარაღებული იყო. მოთხოვნას არ დაემორჩილა და უსაფრთხოების სამსახურის აგენტებს იარაღი დაუმისნა. მომხდარის დროს ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.